მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უყურებდი პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის ხდომას და ამ ხდომაზე ყავდათ მიწვეული კოდორის ხეობის მაცხოვრებლები, ეხლა უკვე დევნილები რა თქმა უნდა და ასევე სამაჩაბლოს რეგიონიდან დევნილი ქალბატონი და მე ამ ადამიანებს რომ უსმენდი, კიდევ ერთხელ დავწუნდი იმაში, რომ 2008 წლის პროვოკაცია ეს იყო სააკაშვილის მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ. სხვა მეტს არაფერს აი ეს 2008 წლის ავანტიურა არ ემსახურებოდა. თუ რატომ იყო ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაცია სააკაშვილის მიერ განხორციელებული ეს 2008 წლის ავანტიურა, ამას შევეცდები რომ მოკლედ მოგახსენოთ. კოდორის ხეობა ყველამ ვიცით რომ ყოველთვის იყო სამიზნე რუსების და აფხაზების მხრიდან და კოდორის ხეობაზე აფხაზეთის ომის შემდეგ არაერთხელ განახორციელეს შეტევა და არაერთი მცდელობა ჰქონდათ რომ კოდორის ხეობა ჩაეგდოთ ხელში რუსებს, მაგრამ კოდორის ხეობას იცავდა ემზარ კვიციანი და მისი რაზმი, რომელსაც ერქვა მონადირე და ამ ადამიანებმა არც ერთხელ არ მისცეს იმის საშუალება რუსებს რომ მოეხდინათ კოდორის ხეობის ოკუპაცია და ამას ეს ადამიანები საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებდნენ და 13 წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული მონადირის რაზმი კბილებით იცავდა კოდორის ხეობას და წერს არ აძლევდა იმის საშუალებას რომ კოდორის ხეობა ჩაეგდო ხელში. ეს ძალიან კარგად იცოდა სააკაშვილმა და ისიც ძალიან კარგად იცოდა მიშა დედამოტყნულმა რომ იმ შემთხვევაში თუ კი კოდორში დარჩებოდა რაზმი მონადირე, ეს რაზმი არაფრის დიდებით სააკაშვილს არ მისცემდა იმის საშუალებას რომ კოდორის ხეობა ესე მარტივად ეჩუქებინა რუსებისთვის და ძალიან გაუჭირდებოდა სააკაშვილს ასე მარტივად რომ დაეთმო კოდორის ხეობა. სააკაშვილმა კარგად იცოდა რომ რაზმი მონადირე ცოცხალი თავით არ დაუშვებდა იმას რომ უბრძოლველად კოდორის ხეობა ეჩუქებინა სააკაშვილს ვინმესთვის. გამომდინარე აქედან სააკაშვილმა ადგა და ჯერ პირველ რიგში გაანეიტრალა რაზმი მონადირე, კარგად გვახსოვს ხო როგორ შეესივნენ კოდორის ხეობას, უნდა გავალთავისუფლოთ და რაღაც ბოდვებში რო იყო როგორც ჩვეო და ვისგან თავისუფლებდა ეს დედამოტყნული ოღონდ საკითხავია ეს კვიციანის და მისი რაზმიც თავდაცვის სამინისტროში ირიცხებოდნენ და თავდაცვიდან ფინანსდებოდნენ და იარაღის თავდაცვის ჰქონდათ და მოკლედ თავიდან ბოლომდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო კოდორის ხეობაც და ეს რაზმიც თავისთავად რომელიც შედიოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. სააკაშვილმა ეს ადამიანები დაიჭირა, ზოგი ვინც გაასწრო მათ შორის კვიციანმა ემზარმაც, ვინც გაასწრო გაიქცა ამ ქვეყნიდან, ვინც არა დაიჭირა სააკაშვილმა და მართლაც გმირები, ეს გმირი ადამიანები, რომლებიც კოდორის ხეობას 13 წლის განმავლობაში თავისი ვაჟკაცობის და კაცობის და შემძლეობის ხარჯზე ინარჩუნებდნენ ეს ადამიანები, აი ეს ხალხი სააკაშვილმა მონათლა ყველა მოღალატეებად, ამ ადამიანებს დაარქვა მოღალატეები, ქვეყნის გამყიდველები, რუსები, როგორც ჩვეოდა ამ დედამოტყნულს, ზოგი ციხეში შეყარა და ზოგი ვინც გაიქცა, გაიქცა. ამის შემდეგ შეიყვანა კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალები, საჯარისო დანაყოფები და ასევე საპოლიციო დანაყოფები და კოდორის ხეობა გაავსო იარაღით, საწვავით, პროდუქტით და ყველა საჭიროებით. და კოდორის ხეობის სწორი თავდაცვის შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდა, არ ვიცი, რუსსაც და ნებისმიერი ქვეყნის
ჯარს რომ კოდორის ხეობის ოკუპაცია მოეხდინა არა 2 დღეში თუ 3 დღეში, არამედ წლების განმავლობაში ვერ შეძლებდნენ ამას, თუ კი კოდორში სწორი თავდაცვა განხორციელდებოდა, რასაც 13 წლის განმავლობაში აკეთებდა კვიციანი და მისი რაზმი. მაგრამ სააკაშვილს სხვა გეგმები ჰქონდა, როგორც გამოჩნდა მოგვიანებით და ეს გეგმები სააკაშვილმა მოიყვანა 2008 წელს სისრულეში და აი ეს თავიდან ბოლომდე ყველა საჭიროებით სავსე ხეობა უბრალოდ ლანგარზე მიართვა რუსებს და აჩუქა. თავისი გენერლები, როგორი ქვეშაჯვიაც თვითონ იყო, ისეთი ქვეშაჯვია გენერლები რო ყავდა, აი ამ გენერლებს გააკეთებინა ყველაფერი ისე, როგორც აწყობდათ რუსეთს. და ამის მაგალითია ის, რომ კოდორის ხეობიდან ჩუმად გამოაპარეს საჯარისო დანაყოფები და საპოლიციო დანაყოფები სააკაშვილმა და მისმა გენერლებმა, ისე რომ მოსახლეობას ამის შესახებ არაფერი არ გააგებინეს და მოსახლეობას გამიზნულად ტოვებდნენ კოდორის ხეობაში, რომ რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი გაჩენილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში, რომ მერე მიშას პატრონებს საერთაშორისო ტრიბუნაზე უფრო მეტი სალაპარაკო ქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი საშინელი და როგორი საზიზღარი სახელმწიფოა რუსეთის სახელმწიფო და როგორ დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა რუსის ჯარმა. მხოლოდ ამ მიზნის გამო დედამოწყნულმა სააკაშვილმა გაწირა ამოსახოცად კოდორის მოსახლეობა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ამ ადამიანებს ეყოთ გონიერება, მიხვდნენ თუ რაც ხდებოდა სინამდვილეში, ასევე თბილისიდან განხორციელდა ამ ადამიანებთან ზარები და მოახერხეს ის, რომ თვითონ ამ ადამიანებმა თვითონ გადაირჩინეს თავი. იგივეს თამაშობდა სააკაშვილი აქეთ ცხინვალის მიმართულებაზეც და აქაც როცა თავის გენერლებს მისცა ბრძანება, რომ ჯარი გამოეყვანათ, იქვე მიაყოლა ბრძანება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიმართლე არ უნდა ეთქვათ ჯარისკაცებს, ისე უნდა გამოსულიყვნენ უჩუმრად და მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა დარჩენილიყო იქ, უნდა დახვედროდა მტერს და უნდა შეეკლათ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა ამ გამწარებული მტრისთვის, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი უნდა დახოცილიყო, რომ როგორც უკვე აღნიშნე, მიშას პატრონებს უფრო მძიმე არგუმენტები ქონოდათ იმის სამტკიცებლად, თუ როგორი საშინელი სახელმწიფოა რუსეთი. ამ მიზანს ემსახურებოდა ის, რომ არც კოდორის ხეობაში და არც ცხინვალის მიმართულებაზე მშვიდობიანი მოსახლეობა არათუ გამოიყვანა ჯარმა და დედამოწყნული მიშას ხელისუფლება, არამედ არც კი გააფრთხილა ეს ადამიანები, რომ გაქცეულიყვნენ და წამოსულიყვნენ. უბრალოდ აი ესე ბოდიში და პროჭებივით გამორბოდნენ იქიდან და მშვიდობიან მოსახლეობას იყენებდნენ ფარად. სააკაშვილის გენერლები და სააკაშვილის მინისტრები, როგორებიც იყვნენ კეზერა დედამოწყნული, გოგავა დედამოწყნული, ყურაშვილები და კიდე 1000 დედამოწყნულები. ეს არის სააკაშვილის ჭეშმარიტი სახე და ამ ქვეყანაში თუ კი ვინმეს აქვს რუსული საქმე ნაკეთები, ეს არის სააკაშვილი და სააკაშვილის დედამოწყნული ხელისუფლება. ყველაზე დიდი რუსი არის სააკაშვილი და ყველაზე დიდი საქართველოს მოღალატე უახლოეს ისტორიაში არის მიშა სააკაშვილი. მიშაზე უფრო ამ ქვეყნის მოღალატე და მიშაზე უფრო ცუდი საქმე ამ ქვეყნისთვის უახლოეს ისტორიაში არავის არ აქვს გაკეთებული. ვერც შევარდნაძე შეიძლება, ვერც აბაშიძე რომ ამოჩენებული რო ყავდათ და ვერც ვერავი. ასე რომ ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით იმ ბავშვებმა, ვისაც იმის ჯერა, რომ მიშა ოდესმე დემოკრატიის შუქურა იყო და ამ ქვეყანას აშენებდა და აღმაშენებელი იყო და მაგარი კაცი იყო. აი ასე ვისაც ამ ესე წარმოუდგენია სააკაშვილი და სააკაშვილის ხელისუფლება, განსაკუთრებით იმ ბავშვებმა უნდა უყურონ აი ამ საგამოძიებო კომისიის ხდომებს,
და მოусმინონ იქმისულ ადამიანებს, რომ კარგად დაინახონ სინამდვილეში რას წარმოადგენს დედამოწყნული სააკაშვილი. სააკაშვილი არის ყველაზე ქვეშაჯვია მთავარსარდალი საქართველოს ისტორიაში და ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალი, რაც კი ოდესმე საქართველოს ყოლია. აი ამის თქმა მინდოდა აი ამ ნაბოზარ ნაციონალებზე და მოღალატე სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში თავის ქვეყანას და თავის ხალხს ჩაუტარა სპეცოპერაცია რუსეთის სასარგებლოდ და მეორეს მხრივ თავისი დასავლელი პატრონების სასარგებლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეყეფათ საერთაშორისო ტრიბუნიდან თუ აი რუსეთი როგორც ცუდად ექცევა საქართველოს. სხვა აი ამ 2008 წლის ავანტიურას სხვა მიზანი და დანიშნულება და ამოცანა არ ქონია. არავინ არ დაიჯეროს ეს. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა ამ ნაძირალა სააკაშვილთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით თუ რას ემსახურებოდა 2008 წლის ავანტიურა.